საგარეჯოში იმედისა და თამარ მეფის ქუჩებზე მდებარე 13 მრავალბილიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალოდაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. პროექტის ფარგლებში ხორციელდება შენობების ახალი სახურავებით გადახურვა, ფასადების შელესვა, შეღება, ფანჯრების შეცვლა. ასევე გათვალისწინებულია რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს რეაბილიტაცია. სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომამდე უნდა დასრულდეს. პროექტის ჯამური ღირებულება კი 3 მილიონ ლარს საჭარბებს. საცხოვრებელ კორპუსს მთლიანად ეცვლება სახურავი, ხორციელდება გარე ფასადის სრული რეაბილიტაცია. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობას ექნება საშუალება იცხოვრონ უფრო უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში. 13 კორპუსში მიმდინარეობს მთლიანად რეაბილიტაცია, ფანჯრების შეცვლა, რაც განაპირობა 3 მილიონი თანხის დახარჯვა. თითქმის საგარეჯოში სრულად დასრულდება ყველა კორპუსის რეაბილიტაცია, შეება 2 კორპუსი, ისიც უახლოეს მომავალში სრულიად დასრულებული და რეაბილიტირებული იქნება. წყალი პირველ სართულამდე ჩამოგდიოდა, რბილი გადახურვა იყო და ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ეხლა ბატონი ავთოს გულისხმევით და დახმარებით გაკეთა გადახურვა, თუნუქით გაკეთდა, შეგვიცვალეს აივნები, რკინის კარებები, ეზოს კეთილმოწყობა მოხდა, წყალი შემოვიდა, ასე რომ ყველა ძალიან კმაყოფილია